ხო, ესე იგი ჩვენ ვაგრძელებთ საქმე მოციქულთა კითხვას, დღეს 25 თავი მოწევით. ფესტოს ვითარცა, აქ ახლა სანამ დავიწყებ კითხვას, გახსოვთ ამ წინა თავში, პავლე მოციქული დატყვევებული რო ყავთ და მისი გასამართლებას აპირებენ და მოკლედ ეს თემა პავლე მოციქულის გასამართლება ისე გრძელდება 25 თავში. ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსათვის ეს შემდგომად 3 დღის აღვიდა იერუსალიმის კესარია. ხო გახსოვთ ახლა წინა თავში როგორ დასრულდა, რომ ერთ-ერთი მთავარი, რომელსაც უნდა ფულის აღება პავლესგან, ეს ფული რო ვერ მიიღო, პავლე ისევ დატოვა ტყვეობაშიო და ეს ახალი მთავარი არის ფესტოსი, რომელიც ავიდა იერუსალიმში და მას ებრაელმა მდელმთავრებმა, მდელმოძღვარმა და ებრაელმა წარჩინებულებმა უთხრეს პავლეს შესახებ. და ითხოვდეს მადლსა მისთვის, რაითა მოუწოდეს მას იერუსალიმში და უნდა გზასა ზედამოკლად და რას თხოვდნენ მთავარს, რომ პავლეო ჩამოიყვანეო იერუსალიმშიო, რომ აქო ჩვენ მან დანაშაული ჩაიდინა, რომ გავასამართლო და სინამდვილეში გასამართლება კი არა, მისი მოკლა უნდა. ახსოვთ ალბათ, რომ 40 კაცი რო შეითქმნენ, არ შევჭამთ არდაობლეთ, სანამ არ მოკლავთ პავლესო, ხო? მოკლედ ესეთი განზრახვა ჰქონდათ პავლეს მიმართ, ხოლო ფესტოს მიუგო და რქვა მათ, ვითარმე დამახვილას პავლე კესარიას და ვითარმე ადრე ნეფავს მას გასვლა იერუსალიმ. აც უკვე რომელი შემძლეები არიან თქვენგანი, ჩემთანაში დამოვიდნენ და რა იგი ურჯეროი კაცისა მისთანა შესწავლას და მოკლედ ფესტო რომაელი მართველი, რომელიც ახლა დაედოთ რომაელები დაპყრობილ ერებს ახლა თავის თანასწორობად და როგორც ყველა ნებისმიერი დაპყრობილ ერს თანასწორად არ მიიჩნევს, ფესტომაც ახლა ასეთი პასუხი გაცა, მე ახლა მალე უნდა წავიდე იერუსალიმიდან და თუ ვისაც გაქვთ სურვილი რომ პავლე დაადანაშაულოთ, ჩამოდით და მოკლედ იქ ჩავატაროთ სასამართლო. იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს 10 დღისა და შთავიდა კესარია და ხვალისაგან დაждდა საღადართა ზედა და ბრძანა მოყვანებაი პავლესი. დავითარცა მოვიდა იგი გარემოადგეს მას იერუსალიმში დამოსული იგი ხურიანი მრავალსა და მძიმესა ბრალსა დაძდების პავლეს ზედა, ხოლო რომლისა ვერ ეძლო გამოჩინება. რამეთუ იგი სიტყვას უგებდა მათ ვითარმე არცა ჟურსა ხურიეთასა, არცა ტაძარს, არცა კეისარსა რა შევსოდე. მოკლედ ებრაელების განწყობა რა იყო ახლა? მათ იფიქრეს რომ ახალი მართველი მოვიდა, მას დავით ანხმევთ და პავლეს დავში. ხოლო პავლე მოციქული ამბობდა რომ მან არც ჟული არ დაუღვევია მას, არც ტაძარში ესეთი არ გაუკეთებია არასორი და ხო არც ახლა სახელმწიფო კანონები არ დამერღვევია რა. ფესტოს უკვე უნდა მომადლება ხურიათა მიუგო პავლეს და რქვა. გნებავსა იერუსალიმ დახსლაი და მუნ ამისთვის გაკითხვა ის ჩემ წინაშე. და ახლა ფესტო მიუხედავად იმისა, რომელი მართველი იყო და მან თავისი გაიტანა, ებრაელები ჩაიყვანა კესარიაში, მაგრამ იცოდა რომ იმას უნდა ემართა ის ქვეყანა, რომელი ქვეყანის წარმომადგენლებიც წარჩინებულების ხალხი იყო, რომელსაც პავლე ეზიზღებოდა, ამიტომ რომ მათთვის რომ ეს იამოვნებია, ასეთი რაღაცა გააკეთა. ან თავის პატივმოყვარეობაც რომ არ შელახებოდა და თან ახლა თავი ვარ დაეკნინებია ახლა ებრაელების წინაშე, ასეთი არჩევანის წინაშე დააყენა პავლე და უთხრა რომ თუ გინდა ჩვენ გაქვს სურვილი, ავიდეთ იერუსალიმში და იქ გაგასამართლეთ. ხოლო პავლე მოციქულმაც იცოდა რომ ებრაელებს მისი მოკლა უნდა. ამ შემთხვევაში რას აკეთებს პავლე მოციქული და ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ ახლა პავლე მოციქული საქციელით ჩვენ რომელსაც შემდგომში წავიგეთ, გებულობ რომ ადამიანი უნდა მოერიდოს განსასწრებას. ადამიანი როცა იხედები რომ რაღაც არის სერიოზული საქმეა, რომელსაც შეიძლება ადამიანის დაზიანება რაღაცა გამოიწვიოს ან შენი, თუ შესაძლებელია, თავი უნდა არიდო. თუ შესაძლებელია, თავი, მაგრამ თუ აუცილებელია რომ თავი გაწერო მოყვასისათვის, ამას დიდად საუბრად გაუვარი. ახლა და ადამიანი გონივრულად უნდა მივიდეს განსასწრებას. განსასწრებიდან და პრობლემიდან შესაძლებელია განსასწრებას განერიდო, ოღონდ იმ გაგებით უნდა განვერიდოთ, რომ საფრთხე არ დავარღვიოთ. ღვთის აღმსარებლობის არ უნდა შეგვეშინდოს ასა და ყოფით საკითხებზე შესაძლებელია მოერიდო, მაგალითად, ახლა მეზობელოზე გეჩვევა და გეკამათება და ასეთი პრობლემები ხშირად არის ჩვენ ცხოვრებაში, თუ შესაძლებელი უნდა მოერიდო და ეს სიტუაციას განტვირთო გარკვეულწილად, მაგრამ თუ უკვე საქმეზე მიდგება და აუცილებელია ჩარევა, მე უნდა ჩაერიო კიდეც, ხო? და თუ პავლე მოციქულმა ასეთი სიტყვა უთხრა ფესტოს, რომ
საყდართა წინაშე კეისრისას და ვდგა, სადაც ჯერა ჩემი განკითხვა გურიათა არა შევწოდით, ასე ჯენ უმჯობესიცი უკვე თუ რას ვავნებ და ის სიკვდილისა იმიქნეს, არა ვერთვის სიკვდილისა, რამე თუ არარაი არის, რომელიც ესე შემასმენელი ვერ ვიცხელი წიფების მომატლება ჩემი მათ და კეისარს უღაღადებ და პავლემიც უკვე მოუთხრა ფესტოს რომ არ იფიქრო რომ მეშინია, არ იფიქრო რაღაცას გაურბივა პრობლემებს, მაგრამ ებრაელების წინაშე მიარფირა და მიშავებიაო, ამიტომ მან მოითხოვა კეისრის სამჟავრო. ანუ ყველა რომაელ მოქალაქეს განსაკუთრებით ჰქონდა უფლება რომ ეთქვა რომ მე აქ ვერ მივახციე სასამართლოს კეისარმა გამშეჯოს, ხო? როგორც ახლა სასამართლო საქმეში არის ხოლმე, როდესაც მაგალითად არ ადამიანს არ აკმაყოფილებს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შემდეგ ის საჩივარში შაცივარი სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელი იქაც არ დააკმაყოფილოს და ამიტომ შემდეგ მიდის უზენაეს სასამართლოში ასაჩირო ზოგიერთები, ნუ ახლა რაღაცა იურიდიული საქმეები, რომელიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს განიხილოს, ხო? და მე ბოლოს ჩვენ ვიცით რომ უმჩივანები იქაც მიდიან სტრასბურგში მგონი, ხო? მოკლედ უმაღლესი ინსტანცია, სადაც შეიძლება ადამიანმა გაეპროტესტებია თავისი საქმე, იყო კეისრის სამჟავრო და პავლემეს მოითხოვა. მაშინ ფესტოს ზრახვა ყო თანამზრახველისათვის თანდათან კეისარსა უღაღადებ, კეისრისასაც წახვიდე. ანუ თუ გინდაო შენ რომ კეისართან ესე გაგასამართლო, კეისართანო მოკლედ მიიღებო სასამართლოს. რა დავითარცა დღენი რაოდენიმე წარხდეს აღრიპა მეფე და ბერენიკე მიიწიეს კეისრად მოკითხვის ფესტოისა, კესარიად. დავითარცა მრავალ რიგზეუდეს მუნ ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთვის და თქვა კაცი ვინმე დაშტომილას ფელიქსისაგან კრული, რომლისათვის ვიყავ რა იერუსალემს მითხრეს მე ხოდოლმოძღვართან და მოხუცებულთა ურიათასა ითხოვდეს მისთვის საჯერსა და მოკლედ მეფე აღრიპა და მისი ცოლი ბერენიკე და სხვადასხვა ერთ-ერთ წიგნში ასეთი რაღაცა მოვიკითხე ამ აღრიპასე და ბერენიკეზე დაძმანი იყვნენ რა. ამ დროს ცოლად ყავდა მოყვანილი. აი ესეთი რაღაცა წერია რა. მოკლედ ძველ სოფლიოში ზნეობრივი თვალსაზრისით, არაქრისტიანულ სამყაროში, ესე იგი ზნეობრივი თვალსაზრისით, ყველა ღობე მორღვეული იყო როიტნა და ყველა რაღაცა და მოკლედ აღრიპაზე და ბერენიკეზე ასე არის ნათქვამი რა. ასეთი რაღაცა მაგ გამოგიტყუდა. ხო მოკლედ მივიდნენ ახლა ფესტოსთან სტუმრად, იმიტომ რომ ახალი არჩეული რომაელი მართველია და მიდიან ეს ადგილობრივები რომ ეთქობა ესე იგი პატივი მიაგონ და მე ახლა კეისრის წინაშე მოკლედ ქულები დაიწერონ, ხო? და მას პავლესთვის მოახსენა, რომ პავლე არის ფელიქსისგანო დარჩენილი თქვეთო და რომელთა მიუგედა ვარქუ ვითარმე არჩეულებაი რომთა იმადლება ვისმე კაცისა წარწმი და დიდრემდე რომლისა იგი შეასმენე პირისპირ აკვდით და მოკლედ უყვება რომ ჩამოვიდნენ მისი შემასმენელი რო აღარ წავიკითხო, ჩადავარდა სასამართლო, ამის შემდეგ პავლემ მოითხოვა რომ კეისართან მოხდესო ჩვენი გასამართლება და ხოლო პავლე ღაღადებდა და დამარხვათ მისა, რაითა კეისარცა აგზნეს ბრძანე დამარხვა იმისი, ვიდრემდე მიუძღვანოგი კეისარს. პავლე მოციქულის მოთხოვნის შესაბამისად ის უნდა გავაგზავნო კეისართან. და ამის შემდეგ დაინტერესდნენ ახლა აღრიპა მეფე და ბერენიკე და უთხრეს ფესტოს. მინდა მეცა აღრიპა ეუბნება, მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად, ხოლო მან თქვა მას, ხვალე ისმინო მისი და ხვალისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე, ბრავლითა საოცრებითა. ანუ ისეთი ლამაზად ჩაცმულები იყვნენ, საოცრება არ იფიქრეთ, რომ რაღაც საოცარი ამბავი მოხდა. ისეთი ლამაზად და გამოპრანჭულები და ჩაცმულები და ჩაცმა დახურვაზე მინდა ვთქვა, ზაფხული ახლა ცხელა და ფაქტიურად ნახევარი საქართველოს გახდილი დარბის სამწუხაროდ, მაგრამ ტაძარში სიარულზე მინდა ვთქვა ახლა რა. ძველად ტაძარში ადამიანები როცა მიდიოდნენ, ყველაზე ლამაზად იცვამდნენ რა. ყველაზე საუკეთესო დასაცმელს იცვამდნენ ძველად. იმიტომ რომ ასეთი მიდგომა ჰქონდა ძველად ქრისტიანებს, რომ სად შეიძლება ყველაზე საუკეთესო ადგილი დედამიწაზე სად არის? მორწმუნე ადამიანისთვის არის ტაძარი. ამიტომ ტაძარში როცა მიდიოდნენ, ის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. იცოდნენ სულ და რაც ჰქონდათ, იმას იცვავდნენ და ამის წინ ერთ-ერთი ქორწილი იყო, ჯვარი უნდა დამეწერა ერთ-ერთი ადამიანებისთვის და რო შევედი, ერთი რაღაცა ხალი შეომეგება და ვერ ვიცანი და თუ ჩვენი მრეველი იყო ის იყო გაპრანჭული. რა თქმა უნდა გაიბრანჭულა ხა თავისთავად, მაგრამ ისე მე გამახსენდა რომ წესი ტაძარში რომ მიდიხარ ყოველ კვირას უნდა ეცადო რომ იყო ყველაზე საუკეთესო ფორმაში. ხო და ასე მოკლედ აი ესეთ გასაოცრად ჩაცმულები მოდიან აღრიპა და ბერენიკე, ეს ორი გავარკვნილი ადამიანი. ხო, ნუ ერთ-ერთი ვერსია. და ვითარცა ბრძანა ფესტოს მოიყვანეს პავლემ. და თქვა ფესტოს აღრიპა მეფე და ყოველი კაცი რომელიც ჩვენთან ახლა ხედავთ ამას, ამისთვის ყოველი სიმრავლე გურიათა შემევთქვია მე იერუსალემს. და აქაც აღაღადებით და ითხოვდეს ვითარმეთ არა ჯერსას, ეგეც ცხოვრებად ამიერიდგა.
ხოლო მე გულისხმავ ვითარმედ არ არა იღის სიკვდილისა იუქმნეს ამას და ვითარცა იგი თვით ესე უღალატებდა კეისარს სადაც წაგუნება იმისი და ფესტოს სიტყვა არის საოცარი რომ მიხვდიო ეს კაცი უდანაშაულო იყო მისი მოკლა უნდოდათო მაგრამ მან თქვა კეისართან უნდა წავიდეო და გაუშვე კეისართან ან წარმოიდგინეთ თქვენ კაცი რომელიც ხვდება არის მოსამართლე ანუ სასამართლო ხელისუფლება აქვს მაგას და შეუძლია ადამიანი გაასამართლოს ხვდება რომ სამართლოდ უნდათ მისი დასჯა მაგრამ ტყვეობაში ყავს იმიტომ რომ ასიამოვნებს ვიღაცებს აი ესეთი ადამიანები სამწუხაროდ ხშირად არიან ხოლმე ისეთ თანამდებობებზე როდესაც სხვა ადამიანის განშისუფლება აქვს და შესაბამისად ადამიანები რომლებიცაც ღმერთი ისეთ თანამდებობებზე უშვეს უნდა იყვნენ წესით მორწმუნეები სამართლიანები და სამართლიანი სამჟავრო არის აუცილებელი იმისთვის რომ ამ ქვეყანაზე დამყარდეს მშვიდობა და იყოს ბედნიერება თუ სამართლობა იქნება არაფერს აზრი არ აქვს რა რომელიცათვისა გაგზავნოთ კებერაი მაქუს რაი მივწერო უფლისა ჩემის ამისთვის მოიყვანე ეგეთ თქვენ წინაშე და უცებ შენ წინაშე მე აღრება რაითა განიკითხო ეგე და იწოდე რაი მივწერო რამით უჯირო მიჩნ მე მიძღვანება იქ პრობილისაი და ბრალთაცა მის და არა უწყებად და უბრალოდ გუნდრუკი უკმია ფესტოსთან ჩამოდის აღრება მისი ცოლი ბერენიკე პატივს მიაგებენ და ნუ ახლა ფესტოს არჩება მას ვალში და პატივი მიაგო ახლა აღრებას და უთხარ კი მივხვდიო უსამართლოდ უნდა თუ მისი მოკლაო მაგრამ შენ ახლა ებრაულ ჟურში ერკვევი და მითხარი ახლა რა არის მის ბრალი და რომ კეისართან რომ წარვა გავაგზავნი უთხრა კეისარს რა დანაშაული მიუძღვისო მას აი მოკლედ ასე დასრულდა 25 თავი მე 26 თავში გრძელდება სასამართლო პროცესი და ამას მოკლედ ღვთის შეწმებით მომავალ შაბათს წავიკითხავთ და მცირე განმარტებასაც გავაკეთებ